მოგესალმებით, მოგესალმებით ძალიან დიდი სიხარულით, საოცარი მადლიერებით და განსაკუთრებული პასუხისგებლობით. პასუხისგებლობით, იმიტომ რომ ჩვენ დღეს მასპინძლობთ ფორუმს ხელოვნური ინტელექტის შესახებ უმაღლეს განათლებაში, რომელიც რასაკვირველია უპირველეს ყოვლისა წარმოშობს ძალიან დიდ პასუხისგებლობას, იმიტომ რომ პროგრესი ინოვაცია სწორედაც რომ ეფუძნება სრულად სამართლიანობას და პასუხისგებლობას. აი ამის გათვალისწინებით დღევანდელი ფორუმი გახლავთ განსაკუთრებულად ღირებული, რაც უკვე ითქვა არაჩვეულებრივად და მე აღარ გამეორდები, მაგრამ კიდევ და კიდევ ერთხელ გავუსვავ ხაზს თანამშრომლობის მნიშვნელობას. დღევანდელ ფორუმზე შემიძლია თამამად ვთქვათ, რომ შევიკრიბეთ გაბედული ადამიანები. იმიტომ რომ როდესაც არ ვიცით, როგორ იქცევა კონკრეტული სისტემა და გსურს დავსვათ კითხვები, ფიქრობთ, რომ ეს არის გამორჩეული გამბედაობა, განსაკუთრებით იმ სისტემაში, რომელსაც საგანმანათლებლო სივრცე ჰქვია. და ამ გამბედაობამ მოგვიყვანა დღეს და ამ გამბედაობას წინ უძღოდა ძალიან ბევრი სამუშაო. ჩვენმა გუნდმა არაერთი ძალიან პროდუქტიული თანამშრომლობა აწარმოა ჩვენს ქვეყანაში და ასევე საზღვარგარეთ, უნივერსიტეტებთან, ინსტიტუციებთან, განსაკუთრებული მადლიერება მინდა გამოხატო განათლების, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიმართ, რომელთანაც გვაქვს ძალიან ინტენსიური კომუნიკაცია, განსაკუთრებული მადლიერება მინდა გამოხატო განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ, რომლის დირექტორის მოადგილე ქალბატონი ქეთევან კობახიძე დღეს ჩვენი პანელის მონაწილე იქნება და ჩვენ ვისაუბრებთ სწორედ რეგულაციებზე AI სისტემაში. ასევე განსაკუთრებულად მინდა მივესალმო საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებს, განათლების კომიტეტს, რომელიც გვესწრებია და აქვე მინდა აღვნიშნო, რომ დღევანდელი დღე ასევე გამორჩეული გახლავთ იმით, რომ არაჩვეულებრივ დიდი ისტორიის მქონე უნივერსიტეტს ბათუმში, სახელმწიფო უნივერსიტეტს, შოთა რუსთაველის უნივერსიტეტს აქვს 90 წლის იუბილე. ჩვენ მას ვლოცავთ ჩვენი უნივერსიტეტის სახელი და სწორედ ამან განაპირობა, რომ ძალიან ბევრი კოლეგა უნივერსიტეტიდან რექტორები, ვიცე-რექტორები, წარმომადგენლები ესწრებიან ამ კონკრეტულ ღონისძიებას და პირველი ჩვენი შეხვედრა ვერ იქნა იმ მასშტაბით, როგორც თავიდანვე დავგეგმეთ. თუმცა დღეს როგორც უკვე ვახსენეთ, ჩვენ მოვედით კითხვებით და არა პასუხებით. დღეს ჩვენ გვაქვს მზაობა დავსვათ კითხვები, კრიტიკული კითხვები იმისათვის, რომ AI არ იყოს როგორც ადამიანის ჩამნაცვლებელი, AI არ გახდეს ინოვაციის შემაფერხებელი. სწორედ ამასთან დაკავშირებით, ორი კვირის წინ ჩემს კოლეგასთან ერთად, რომელიც ჩვენ გვესწრება და პანელშიც მიიღებს მონაწილეობას, ვიმყოფებოდით ECAF-ზე 2025, რომელიც გაიმართა ბუდაპეშტში, ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის მიერ წარმოებული და აქ წარმოადგინეთ მოხსენება, როგორ უნდა იყოს უნივერსიტეტი მზად პროაქტიული მიდგომებით AI-სთან, როგორ უნდა გაუმკლავდეს იმ გამოწვევას და როგორ უნდა დაინტეგრიროს ის საკუთარ სისტემაში, იმისათვის, რომ უნივერსიტეტი იყოს ცვლილებებისადმი პროაქტიული და თავად ცვლილებებმა არ შთანთქოს ის შესაძლებლობები, რომელიც სახელმწიფოს განვითარებაში ეხმარება. ამ ფორუმზე იყო არაჩვეულებრივი მოხსენება მსოფლიო ბანკის გამორჩეული განათლების ექსპერტის, რომელსაც ჰქონდა და ეს ძალიან შთამაგონებელი გახლდათ, რომელსაც ჰქონდა პრეზენტაცია, სადაც წარმოადგინა ცუნამის სურათი და ამ ცუნამის წინაშე მდგარი ადამიანი, რომელსაც აქვს გაოცებულს ხელები აწეული და ესალმება, ასე ვთქვათ, ემზადება ამ ცუნამთან შესახვედრად.
ასევე მევიხილე მეორე ასოციაცია, ადამიანი, რომელიც ცუნამს ხედავს, მაგრამ აქვს შიში და აქვს თავი დახრილი. და ეს ორი ადამიანის ხილვა ცუნამის წინაშე ჩემში წარმოქმნა ერთი ასოციაცია. ერთის მხრივ ერთი ადამიანი ეგებებოდა ამ ცუნამს ძალიან დიდი სიხარულით, ხოლო მეორე ადამიანი შიშით. მაგრამ ამ ორ ადამიანს აერთიანებს ერთი გამორჩეული თვისება. ეს არის მომავლისადმი შეუცნობლობის სინდრომი. და დღეს, ჩემო ძვირფასებო, ჩვენ შევიკრიბეთ სწორედ იმისთვის, რომ გავხდეთ მომავლის ავტორები, მომავლის არქიტექტორები. იმიტომ რომ არსებობს ასეთი ძალიან გამორჩეული ფილოსოფოსი ჯონ დიუი, რომელიც ამბობს, რომ ჩვენ თუ დღეს ვასწავლით ისე, როგორც ვასწავლით გუშინ, ესე იგი ჩვენს თაობას მომავალს პარავთ. ცუნამსაც დავხვდებით და ცუნამის ხილვა ძალიან სასიამოვნოა, ისევე როგორც AI-ის შესაძლებლობები არის უნიკალური და შთამბეჭდავი. მაგრამ თუ გვეცოდინება, როგორ უნდა ვითანამშრომლოთ მასთან, ეს იქნება ჩვენი ჯადოსნური ძალა და როგორც უკვე აღინიშნა, მსგავსი ფორუმები, მსგავსი თანამშრომლობები სწორედ ეძღვნება მსგავს თანამშრომლობით მიღწეულ ამ კონკრეტულ ერთობას, სიძლიერეს, რომელიც მოგცემს იმის საშუალებას, რომ ერთად შევძლოთ კითხვების დასმა და შემდგომ უკვე კითხვებზე ერთობლივად პასუხების მოძიება. ჩვენ შემთხვევაში გვაქვს ასეთი უნიკალური შესაძლებლობა. თანამშრომლობის სამკუთხედი. ეს არის უნივერსიტეტი, ეს არის სახელმწიფო და კერძო სექტორი. უნივერსიტეტი როგორც ინოვაციის და კვლევის მთავარი საფუძველი, სახელმწიფო როგორც სტრატეგიული პოლიტიკის და რეგულაციების შემქმნელი და პასუხისმგებელი და კერძო სექტორი, რომელიც არის ინვესტიციების, ინოვაციების მხარდამჭერი და შემქმნელი. სწორედ ამ თანამშრომლობის სამკუთხედს ეძღვნება დღევანდელი ჩვენი ფორუმი და კიდევ ერთხელ გამოვხატავს საოცარ მადლიერებას თქვენი აქ მობრძანებით და მახსენდება ერთი ბერძნული სიბრძნე, რომელიც ასე ჟღერს: თუ გინდა წახვიდეს სწრაფად, წადი მარტო, თუ გინდა წახვიდეს შორს, წავიდეთ ერთად. ძალიან დიდი მადლობა დღეს რომ მობრძანდით და მაქვს რწმენა, რომ ჩვენ ამ თანამშრომლობით დღევანდელი დღის საწყისი იქნება დასმული კითხვები, გაბედული კითხვები, რომელიც გვაიძულებს, რომ შემდგომ ამ კითხვებს ვუპასუხოთ პროგრესულად, რომელიც მოუტანს ჩვენს ქვეყანას და საზოგადოებას მეტ ინოვაციას და მეტ განვითარებას. გისურვებთ ნაყოფიერ სამუშაო დღეს. ძალიან დიდი მადლობა.